როცა პანკში ჩამოდის ადამიანი. რა არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მან უნდა იცოდეს და დაიცვას? თუ აქ ჩამოვა და აქ საცხოვრებლად, აქ ან კიდე სტუმრად თუ ჩამოვა, როგორც მუსულმანი ხალხი ვართ, ისე უნდა მოიქცეს. რაც დავდგამ, ის უნდა ჭამოს იმ სტუმარმა. თუმცა მე ფეხსაცმლით შემომიშვით. ეს ხომ თქვენ ტრადიციებში არ შედის ეს პატივცემაა ჩვენი შემდგომ. პანკის ხეობაში იმართება დოღი, მაგრამ ტრადიციულად მიცვალებულზე იშვიათად ხდება დოღი. 7-8 ცხენზე გვაქვს საჩუქრები გამზადებული. გარდაცვლილმა ანდერზი დაგვიტოვა, როცა მე არ ვიქნებიო რა. დოღი გამართეთო ჩემი იმაზე წლის თავზეო. ჩვენს დღეს იზოლებული გავხდით მისი ანდერზე შეგვესრულებინა. ახლა ცერემონიალები იმართება მიცვალებულზე, რიტუალები სრულდება, ქალები ცალკე ასრულებენ, მამაკაცები ცალკე. ეს მედიტაცია არ გახლავთ, ეს რიტუალია, რომელიც გარდაცვლილის სულის მოსახსენიებლად სრულდება. არა მარტო ქალბატონები, არამედ მამაკაცები სწორედ გარდაცვალებიდან 1 წლის შემდეგ სწორედ ასე თხოვენ უფალს მისი სულის ნათელყოფას. მსგავსი რიტუალების გადაღება ძალიან იშვიათია. თვითონ სპეციალურად როგორ მოიხსენებენ გარდაცვალებულებს მუსულმანები, ნახეთ ჩვენი აქედან. სანამ ანდერძი აღესრულება, გარდაცვალებიდან 1 წლის შემდეგ მიცვალებულის დედულეთში მოსვლა აუცილებელია. მნიშვნელოვანია სტუმრებს გაუმასპინძლდნენ ტკბილეულობით. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ვინც საცხლები ვართ დარჩენილი, ტკბილად იყავით და მრავალ წელს ასეა. კი, ასეა. მოკლეებზე ჰატიახბივით იგაც აშიყვათ თო ვიეცი. დაუართ თუ არ გვაქვს 7 კილომეტრამდე. 7 კილომეტრი რომ იბინონ ეს? 7 კილომეტრი. რა გნებავთ? რა ხდება? ახლა ვიცით ცხენებს. პირველი მენუა, მეორე მენუა, მესამე მენუა. 8 კაცზე ვანაწილებთ, მაგრამ პირველი, მეორე, მესამე ეს უკვე მაღალი პრიზები არის. მიუღია თუ არა მსგავს დოხში მონაწილეობა ქალს? პირველი თქვენ იქნებით. ეს არის ჩემი ცხენი. უნაგი. დასრულდა, თამარია რომ მონაწილეობა მივიღეთ. ნახოთ ახლა ვინ გაიმარჯვა ერთად და დავაჯილდოვოთ გამარჯვებულები. წავიდე. ყველაფერი მნიშვნელოვანი ეს იყო ჩემთვის ეს. ყველაფერი კარგი. კი ხარია? გილოცავ კიდევ ერთხელ. მეორე ადგილი. საკმაოდ დიდი კონკურენცია იყო. ძალიან ახლოს იყავი გამარჯვებასთან. გითხარი, რატომ ვერ გაიმარჯვე, რა იყო? შელი მიწა იყო და დაღალა მიწამ დაღალა ცხენი რა, იმიტომ რომ დიდი ცხენია ძალიან. და მესამე ადგილის მფლობელი საკმაოდ პატარა მოჯერეთე გახლავთ. რამდენი წლის ხარ? 11. ქისტი ხარ? დოღში მონაწილეობის მიღებისთვის გვინდა რომ პრიზი გადავულოცოთ. მსგავს ტრადიციაში მონაწილეობის მიღება ნამდვილად ღირს, იმიტომ რომ რატომაც არა გავიგოთ ყველაფერი იმის შესახებ, რაც ჯერჯერობით და აქამდე არ ვიცოდით.
მე ვცხოვრობ პანკისში. დედაჩემი რო აკეთებდა ამას, მეც დაინტერესებული რაღაცებს ვაკეთებდი. ტექნიკა შევისწავლე. ამერიკაშიც არის ჩემი ნაწარმი წასული და იკერავდნენ კოსტუმებს, ჟილეტებს, რაღაცეებს. აი ამ ქუდებს ვაკეთებდი, მუშაობდი ამაზე, მასაქმებდა შეკვეთებით. ვაგზავნიდი ამასა და ამ ქუდებით დღემდე ღვიჩენ თავს. პანკისის გარეთ სხვა სოფლებშიც უნდა გავიდე და უნდა ვიმუშავო ამ ქუდებზე. ასე ქვია ანსამბლს, რომელიც ხალხთა შორის მშვიდობას და სიყვარულს ქადაგებს. ეს ქალბატონები ამ კუთხის ფოლკლორის ლოცვისა და ტრადიციული რიტუალების სინთეზის ავტორები არიან. ისინი სხვადასხვა სოფლებში ცხოვრობენ, თუმცა ყოველთვის იქ არიან, სადაც პანკისის ხეობაზე საუბრობენ. ჩვენ გვაქვს ორი სამშობლო, ისტორიული სამშობლო ჩეჩნეთი და საქართველო. ჩვენი ნამდვილი სამშობლოა საქართველო. და სწორედ ამიტომაც ჩვენ ყოველთვის ერთად ვიქნებით. Amen, amen, ya Allah,